მიხარია, რომ ინტერვიუს წერ იანუშ ლეონ ვიშნევსკისთან, მეცნიერთან, რომელიც გახდა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი და გარდა იმისა, რომ ის არის მწერალი და ცნობილი არის თანამედროვე ლიტერატურული სამყაროსათვის, როგორც გამორჩეული ტექსტების ავტორი, ის ასევე არის გამორჩეული მეცნიერი. საკითხული გაქვთ მარტო ობაქსელში თუ არა, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ და წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ. ის არის ავტორი, რომელმაც 21 საუკუნეში ვირტუალური სიყვარული რეალურად გახადა და რეალური სიყვარული სულ სხვა გაზომილებაში აიყვანა. პირველი კითხვა, რა გაძლევთ დღეს ყველაზე დიდ შთაგონებას? სინამდვილეში ადამიანების მოსმენა არის ჩემი მთავარი შთაგონება. ჩემი წიგნების უმეტესობა, არა უმეტესობა, არამედ ჩემი ყოველი წიგნი რეალურ ფაქტზეა დაფუძნებული. გულისხმობ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. როგორც მეცნიერს მაქვს პრობლემა მხატვრულ გამონაგონთან. მეზიზღება მოგონილი სიუჟეტის შექმნა, იმიტომ რომ მეცნიერი ვარ. მაქვს დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებასა და ქიმიაში. ვიყენებ სამეცნიერო სტატიებს და ჩემს სამეცნიერო წიგნებში ყველაფერი უნდა იყოს ჭეშმარიტი. ამის დავიწყება რთულია, ასე რომ ჩემი ბელებრისტიკის ჟანრის წიგნებშიც ისტორიების უმეტესობა სიმართლეა. ისინი მოვისმინე, ვიღაცამ მომიყვა, მე მათ ვაგროვებ. ხანდახან ჩემთან საუბარი რთული და სახიფათოც კია, თვითმფრინავში ან მატარებელში, რადგან შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე ეს გამოვაქვეყნო. დიახ, მე ადამიანურ ისტორიებს ვაგროვებ და ეს არის ჩემთვის მთავარი შთაგონება. რადგან რაც ადამიანებს შორის ხდება, ბევრად სცილდება ნებისმიერ მოგონილ სიუჟეტს, რომელსაც ჩემს თავში შევქმნიდი. მე ავხწერ, მე ვრეპორტიორობ, მე ცოტათი შენსავით ვარ. მეც ჟურნალისტი ვარ ამ გაგებით, თუნდაც ეს ამ ჟანრში იყოს. თუნდაც ეს მოხდეს არა იმ ადგილას, სადაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო. ეს მაინც ვიღაცას ემართება. მე ცხოვრებას ვრეპორტიორობ და ცხოვრება ჩემთვის მთავარი შთაგონება. ადამიანების მოსმენა, მათი გაგების მცდელობა, თანაგზნობის მცდელობა. ეს არის ჩემი წიგნების ინსპირაცია. ნამდვილად თქვენი ამბები რეალურ ისტორიებზეა და რეალურ ადამიანებზეც არის, ამიტომ გახდა ის ასეთი პოპულარული, მაგრამ როგორ დაიწყო თქვენი გზა, როგორც მწერლის და როდის მიხვდით, რომ წერას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს? ეს საოცარია და ჩემთვის ხანდახან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი 25 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. როდესაც წერა დავიწყე, მუშაობდი სამეცნიერო კორპორაციაში გერმანიაში. ერთი თვით წავედი, როგორც მეცნიერი მიმიწვიეს. ფიქრობდი, რომ იქ 1 წელი დავრჩებოდი და 32 წელი დავრჩი. 32 წლის შემდეგ გადავწყვიტე ისევ პოლონეთში დაბრუნება. ასე რომ წერა პოლონეთში არ დამიწყია. წერა ფრანკფურტში დავიწყე. გერმანიაში და არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთ წიგნებს დავწერდი. მანამდე წიგნებს ვწერდი, მაგრამ ეს იყო სამეცნიერო ხასიათის. სამეცნიერო სტატიები კომპიუტერულ მეცნიერებასა და ქიმიაში. მაგრამ არასოდეს მქონდა გეგმა ბელებრისტიკაში მეცადა ბედი. ეგრეთ წოდებულ ლამაზ ლიტერატურაში, როგორც პოლონეთში ვეძახით. 1999 წელს ჩემს პირად ცხოვრებაში ემოციურ ძალიან რთულ პერიოდს გავდიოდი. ცოლს ვშორდებოდი. ეს ძალიან სევდიანი მომენტი იყო. უნდა გამკლავებოდი მას. ვიაზრებდი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. იმის ნაცვლად, რომ ოჯახზე მეზრუნა, უფრო ჩემს კარიერაზე ვიყავი კონცენტრირებული. როგორც მეცნიერს გერმანიაში მეტის მიღწევა მინდოდა. როგორც პოლონელმა ემიგრანტმა, ამისთვის გერმანიაში უფრო მეტი უნდა იმუშაო და მე ასე გადავწყვიტე. თითქოს დამავიწყდა, რომ ოჯახი მყავდა და მყავდა 2 ქალიშვილი, რომ სახლში დროზე უნდა მივსულიყავი. მათთვის წიგნები წამეკითხა ძილის წინ. ეს არ გამიკეთებია. სინამდვილეში ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი იოანნა იმავე თვესა და წელს დაიბადა პოლონეთში, როგორც თქვენი ცნობილი ნინო ხარატიშვილი თბილისში 1983 წელს. 4 წლის შემდეგ გერმანიაში წავიყვანე, ასე რომ ახლა ის გერმანიაში ცხოვრობს, როგორც ხარატიშვილი. მიყვარს მისი წიგნი მერვე სიცოცხლე. მართლაც არაჩვეულებრივია. მოკლედ გავდიოდი ეგრეთ წოდებულ დეპრესიულ სევდას ჩემი პირადი პრობლემების გამო. და გადავწყვიტე, როგორმე გამკლავებოდი მას. წიგნების წერა ერთგვარი ფსიქოთერაპიაც არის და დავიწყე წერა სევდაზე. წერა მონატრებულ ადამიანზე.
დავიწყე წერა უფრო მოგონებების სახით ვიდრე წიგნის და ასე დაიწერა მარტოობა ქსელში. ამიტომ არის ეს წიგნი ასეთი სევდიანი, რადგან ის სევდაში დაიწერა. ის დაიწერა სევდის წინააღმდეგ და ამავე დროს ასეთივე გამოვიდა. ეს ნამდვილი ისტორიაა, რადგან შევძელი ერთგვარი დამკვირვებელი ყოფილიყავი იმ ურთიერთობის, რომელიც იყო ჩემს ორ მეგობარ შორის, პოლონეთსა და გერმანიაში. ისინი რეალური ადამიანები არიან, გულისხმობ ქალს მარტოობის ქსელში და იაკობს, წიგნის მთავარ გმირებს. მათ, ასე ვთქვათ, ინტერნეტში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. სინამდვილეში ეს თემა ახალი არაა. სასიყვარულო ურთიერთობები ბევრი წიგნის თემაა. განსხვავება ის არის, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა იწყება პირველად ამ ფორმით. ისტორიაც ისე დასრულდა, როგორც წიგნი მთავრდება. ქალმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა ის ურთიერთობა, რადგან როგორც წიგნში ამბობს ამ საშინელ წინადადებას, ეს მხოლოდ ინტერნეტი იყო. ასე რომ მისთვის ეს სადღაც რეალური არ იყო. ქმართან დარჩა. ის ცხოვრობდა და ცხოვრობს პოზნანში. მე შევხვდი მას. ერთად წავედით კინოში, როცა პოლონეთში მარტოობა ქსელშის ფილმის პრემიერა გაიმართა. მის გვერდით ვიჯექი კინოთეატრში და ერთად ვუყურებდით ფილმს. საოცარი განცდა იყო. ქმარს რამდენიმე წლის შემდეგ გაშორდა. მას ჰყავს ვაჟი, რომლის მამის ვინაობა არ იცოდა. ვაჟი ახლა 20 წელზე მეტისაა და მე დავწერე გაგზელება მარტოობის ქსელის. ისტორია შვილის თვალთა ხედვიდან. 17 წლის შემდეგ დავწერე გაგზელება. შეგიძლიათ წიგნის გაგზელება დაარქვათ 17 წლის შემდეგ. ბოლომდე ასე არაა. ეს სხვა წიგნია, მაგრამ ამავე დროს არის მარტოობა ქსელის გაგზელება. ასე დაიწყო ყველაფერი, ჩემ შიგნით არსებული სევდით, რომელთანაც გამკლავება მინდოდა. უცებ ეს წიგნი ძალიან პოპულარული გახდა პოლონეთში და მე, მანამდე მეცნიერი თუ ვიყავი, ავტორიც გავხდი. ერთ-ერთმა გამომცემელმა გარისკა ჩემი წიგნის გამოცემა და პოლონეთში მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. და შემდეგ ის ითარგმნა 19 ენაზე, მათ შორის ისეთ ენებზე, როგორიცაა ჩინური და ვიეტნამური, და მიკვირს, რომ არ არსებობს თარგმანი ქართულ ენაზე. თქვენ წერთ ნამდვილი სიყვარულის შესახებ, ადამიანების ურთიერთობის შესახებ და მე მაქვს ასეთი კითხვა, როგორ ფიქრობთ, თქვენმა გამოცდილებამ რა დაგანახათ, არსებობს თუ არა რეალური სიყვარული ტკივილის გარეშე? თუ ჩემს სიყვარულის ისტორიებს გადავხედავ, თითოეული გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ტკივილთან. იცით და შესაძლოა ეს არა ტკივილი, არამედ რაღაც სახის სევდა. ეს არ იყო უწყვეტი ბედნიერების განცდა. და თუ ლიტერატურასაც გადავხედავთ, უმეტესობა გამორჩეული რომანების, პიესებისა და ლექსების, რომლებიც სიყვარულზეა, დაკავშირებულია ტანჯვასთან. გოეთე გერმანიიდან, შექსპირი ბრიტანეთიდან და თუნდაც თქვენი ნინო ხარატიშვილი, რომელიც ძალიან თანამედროვეა, ასევე წერს ბევრს ისეთ ტკივილზე, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან. თუნდაც ყველაფერი წესრიგში იყოს, თუ ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ყოფნა, მაინც ყოველთვის რაღაცა ფორმით ამას ასეთი განცდა დაყვება. მაგალითად, როდესაც შენმა საყვარელმა ადამიანმა რაიმე მიზეზით უნდა დაგტოვოს, მოგზაურობაც ხომ მონატრებაა, ერთგვარი ტანჯვაც კი. მახსენდება, როდესაც სტიპენდია მივიღე ნიუ-იორკში ჩემი სადოქტორო პროგრამისთვის, 1 წლით უნდა დამეტოვებინა ოჯახი. ჩემი ცოლი ძალიან მიყვარდა. მანამდე 1 წლით ადრე დაიბადა ჩემი ქალიშვილი. მიწევდა ნიუ-იორკში წასვლა და ვიცოდი, რომ 1 წელი ვერ ვნახავდი მას. ეს გრძნობა, რომ ვერ ვხედავდი ქალიშვილს, ვერ მოვეფერებოდი, 1 წელი ვერ ჩავეხუტებოდი ჩემს ცოლს. ეს იყო ტანჯვა. ზოგჯერ ტანჯვა არ არის იმდენად დრამატული. მონატრება გარკვეულწილად კარგიც არის სიყვარულისთვის. მე ამჯერა სიყვარულის, რომელსაც მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. ეს შეუძლებელია, რადგან სიყვარული ყოველთვის ორ ადამიანს მოიცავს. და მე ვიცნობ სიყვარულის ფენომენს, როგორც ქიმიკოსი. ვიცი რა ხდება ტვინში, როდესაც ადამიანები მაგალითად იცინიან. ახლა შესაძლებელია სკანირება და ბევრი ექსპერიმენტი იყო ჩატარებული, სადაც სკანირებული იყო იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შეყვარებულები იყვნენ, ან არიან შეყვარებულები. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით იგივე გზნობები, იგივე პროცესები წარმოიქმნება იმავე ტვინის უბნებში, თავის უკანა ნაწილში, ადამიანებში, როდესაც შეყვარებულები არიან. ასევე იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც ფიზიკურ ტკივილს განიცდიან, მაგალითად, გადიან ცეცხლზე ან ფიზიკური ტკივილი აქვთ რაიმე სხვა მიზეზით. გესმით რა მინდა თქვა?
ტვინის იგივე უბანი პასუხისმგებელია და იგივე პროცესები მიდის. ასე რომ ტანჯვა, ტკივილი და სიყვარული ავტომატურად დაკავშირებულია ერთმანეთთან. ეს არის ჩემი პასუხი როგორც მეცნიერის, როგორც წიგნის ავტორის. ჩემი წიგნების პერსონაჟები ყოველთვის იტანჯებიან სიყვარულის გამო. ფაქტობრივად, ტანჯვა არის განუყოფელი ნაწილი ამ ლამაზი გრძნობისა. ძალიან საინტერესოა როგორც მეცნიერი, როდესაც საუბრობ სიყვარულის შესახებ და ასევე ამას უყურებთ მეორე პერსპექტივიდან, მაგრამ რაღაც ნაწილში ეს ხომ არ არის ადამიანების წარმოდგენა, ერთგვარი სტიგმა, რომ სიყვარული უნდა იყოს დაკავშირებული ტკივილთან. მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ თუ მხოლოდ ორი ადამიანი იქნებოდა ერთად კუნძულზე, სიყვარული ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, გარკვეულ გარემოში, სოციუმში. და ამ გრძნობას, ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აქვს თავისი განვითარების დინამიკა. როდესაც გვიყვარდება, ამას ვგრძნობთ განსხვავებულად. განსხვავებულია სიყვარულის შენარჩუნების პერიოდიც. ეს ფსიქოლოგიური ფენომენია. განმეორებაც სიყვარულის ნაწილია. ეს აუცილებელია? არა, რა თქმა უნდა, არა. ჩემმა მშობლებმა მაგალითად დაახლოებით 40 წელი ერთად იცხოვრეს და არასოდეს დაშორებულან, მაგრამ მე დავიწყე წიგნების წერა პირადად ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების გამო, სადაც იყო ბევრი განშორება. ეს იყო ნიუ-იორკში ერთწლიანი მოგზაურობა. მერე მიწვევა გერმანიაში, ჩემი ცოლი ვერ შემომიერთდა მაშინვე. მერე გერმანიაში ყოფნისას როგორც მეცნიერს მიწევდა კონფერენციებზე სიარული. 80 ქვეყანაში ვარ ნამყოფი საქართველოს გარდა სამწუხაროდ. ასე რომ სწორედ ამიტომ ხვდებოდი ბევრ ადამიანს, ვინც დაშორებული იყო თავის სიყვარულს და ამიტომაც ავუწერე ასეთი ურთიერთობები. ეს არნიშნავს, რომ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება განშორება. ზოგჯერ განშორება კარგია, რადგან შეიძლება საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ გიყვარს. ადამიანი თუ გენატრება, თუ სადმე წახვალ და უცებ ვერ იძინებ, რადგან ის შენს გვერდით არა, ან თუ სადმე ხარ სეირნო პარიზში და ვერ ტყვები ამ პარიზით, რადგან არ გყავს ის ადამიანი გვერდით, ვისთანაც გინდა ილაპარაკო, გაუზიარო ემოცია. ორი თვალით უყურებ ყველაფერს და გინდა 4 თვალით დაინახო. გინდა იცოდე რას ფიქრობს, რა ემოცია აქვს. ეს სიყვარულია. ასე რომ ზოგჯერ განშორება კარგია, მაგრამ ჩემს წიგნებში ზოგჯერ განშორება ტრაგიკულად მთავრდება, რადგან სიყვარული მთავრდება და სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ჩვენ მარტო კუნძულზე არ ვართ. გარემოში სხვა ადამიანები არიან. თავიდან როდესაც დავიწყეთ ურთიერთობა, ის თითქოს უფრო სხვანაირი იყო. 20 წლის შემდეგ ისეთი აღარ არის, რადგან ჩვენი ინდივიდუალური განვითარების სიჩქარე განსხვავებულია. ჩვენ ზოგჯერ გვაქვს განსხვავებული რწმენები, განსხვავებული ამბიციები. ასე რომ სწორედ ამიტომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს. არა მარტო იმის გამო, რომ რომანტიკული გრძნობა დასრულდა. ხანდახან ურთიერთობები მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრების მიმართ ინტერესი უბრალოდ განსხვავებული ხდება. თქვენ მკითხველებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება თქვენ წიგნებზე, სიუჟეტებზე, ემოციებზე. როგორი არის თქვენი რეაქცია და უკავშირი მკითხველთან, რამდენად ცვლის ეს თქვენ დამოკიდებულებას ნაწარმოებების მიმართ? ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი პირველი წიგნის გამოცემას მარტო ბაქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა პოლონეთში. ბესტსელერი გახდა. მე მაშინ სრულიად უცნობი ვიყავი. პოლონეთშიც კი არ ცხოვრობდი, გერმანიაში ცხოვრობდი. არავინ მიცნობდა, უფრო მეტიც, არავინ ელოდა რომ წიგნს დავწერდი, რადგან ელოდნენ რომ მეცნიერი ვიქნებოდი და თუ გარკვეული მოვლენები ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა, საერთოდ არ გეგმავდი არც ერთი წიგნის გამოცემას. ეს არ იყო ჩემი ამბიცია და არც ფული მჭირდებოდა წიგნის გაყიდვებიდან. გერმანიაში ძალიან კარგად მიხვდნენ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ვაკეთებდი. მაგრამ ფაქტია, ამ წიგნის საკითხვის შემდეგ ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ქალმა და კაცმა იპოვა საკუთარი გრძნობების ანარეკლი. მე ვიყავი პირველი ავტორი პოლონეთში, რომელმაც თავისი ელექტრონული პოსტის მისამართი გამოაქვეყნა წიგნის უკანა ყდაზე. გამომცემელმა მთხოვა მის გაკეთება და უპასუხე. რატომაც არა? რადგან წიგნი ინტერნეტზეა და კარგი იქნებოდა თუ ავტორს ექნებოდა მითითებული თავისი პირადი მეილი, რომ მკითხველები ამ გზით დამკავშირებოდნენ. მაგრამ არც გამომცემელს და არც მე ნამდვილად არ გჯეროდა, რომ ვინმე მომწერდა. წიგნის გამოსვლის შემდეგ 2 წელიწადში მივიღე 80,000 ელექტრონული წერილი. ზუსტად ვიცოდი, რას ფიქრობდნენ მკითხველები, რას გრძნობდნენ, როდესაც კითხულობდნენ, როგორ პოულობდნენ საკუთარ თავს ამ წიგნში. იმიტომ რომ ასე წერილებს ყოველდღე ვიღებდი. ჯერ იყო 10 წერილი დღეში, მომდევნო კვირას უკვე 20,
რთული იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველა ასეთი წერილისთვის უნდა მეპასუხა. ადამიანებმა ხომ დაუთმეს დრო ჩემს წიგნს, იყიდეს, დახარჯეს ფული, შემდეგ იპოვეს ინტერნეტ კაფე, მაშინ სახლში ინტერნეტი არ ჰქონდა, იმისთვის რომ ავტორისთვის მიეწერათ. ასე რომ ვფიქრობდი, რომ უნდა მეპასუხა. დილის 6 საათზე მივდიოდი ჩემს ფრანკფურტის ოფისში, იმისათვის რომ ყველა წერილისთვის მეპასუხა და მერე შვაღამემდე ვრჩებოდი, რომ იმ დღეს მოსულ დანარჩენ წერილისთვის გამეცა პასუხი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, სამსახურს დავკარგავდი, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო. მაგრამ ვინც 2001-2002 წლებში მომწერა, ყველა მიიღო პასუხი. მოგვიანებით გადავწყვიტე მეპასუხა მხოლოდ იმ წერილებისთვის, რომლებიც შემძრავდა, ემოციურად იმოქმედებდა. ადამიანები მიყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს, რომლებიც უფრო საინტერესო იყო ვიდრე ჩემი ისტორიები და ჩემი მარტოობა ქსელში. თქვენ ძალიან ხშირად საუბრობთ მეცნიერების შესახებ და თქვენ წიგნებში ძალიან მარტივად არის გადმოცემული მეცნიერული ფაქტები. აი, რამდენად რთულია მეცნიერისთვის წეროს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომ ის იყოს ყველასთვის გასაგები. მეცნიერება მეხმარება წერაში. მეცნიერად ყოფნა უფრო ადვილია ვიდრე ავტორად ყოფნა. ამავე დროს შეიძლება ავტორი ვერ გახდეს მეცნიერი და ვერ გააკეთოს ზუსტად ის კვლევა, რომელსაც მე ვაკეთებ, მაგრამ პირიქით შესაძლებელია. სიყვარული ემოციური გზნობაა. ჩვენ მას განვიცდით და 90-იანი წლებიდან უკვე შეგიძლია ადამიანების ტვინში მიმდინარე პროცესების ნახვა. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, საინტერესო იყო აღმოჩენა, რატომ გრძნობთ იმას, რასაც გრძნობთ. ასე რომ შემიძლია ქიმიური მოვლენები დავაკავშირო იმასთან, რაც ხდება არაგულში. ეს სიმბოლო არ არის სწორი. სიყვარული აქ არ იწყება. ის ტვინიდან იწყება. გული მხოლოდ რეაგირებს, აჩქარებული გულისცემით და სხვა სიმპტომებით. და ამიტომ ვიყავი დაინტერესებული და შევისწავლე ყველაფერი ამ სფეროს ფსიქოლოგიაზე და ნეირობიოლოგიაზე. ეს ჩავრთე ჩემს წიგნებში, რათა ადამიანებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, თუნდაც აღმოაჩინონ ისიც, რომ შესაძლოა ვნება ვერ გაგრძელდეს სამუდამოდ და ეს ბევრს დაეხმარა ცხოვრებისეული და რთული სიტუაციების გადალახვაში. მაგრამ ჩემს წიგნებში მხოლოდ ქიმია არ არის. მე ფიზიკოსიც ვარ და ბევრ ამას ვხსნი ამ კუთხიდანაც. განსაკუთრებით კოსმოლოგიიდან, მაგალითად, იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. ვცდილობ ახსნა როგორც მეცნიერმა, მაგრამ ისე რომ მკითხველისთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი იყოს. მე არ ვწყვეტ მეცნიერად ყოფნას, როდესაც წიგნების წერას ვიწყებ. თუ დილით გამაღვიძებთ, პირველ ჭიქაყავამდე მკითხავთ, ვინ ხარ, ყოველთვის გიპასუხებთ, მეცნიერი ვარ და მეორე ჭიქაყავის შემდეგაც დავამატებ, რომ წიგნებსაც ვწერ. გერმანიაში არავინ იცოდა, რომ წიგნებს წერდი. ყველა მხოლოდ ის იცოდა, რომ მეცნიერი ვიყავი. პოლონეთში კი თითქმის არავინ იცოდა, რომ მეცნიერი ვიყავი გერმანიიდან, რომელიც წიგნებს წერს. რომ არა ის პატარა ბიოგრაფია წიგნის უკანა ყდაზე, ამას ვერასოდეს გაიგებდნენ. იფიქრებდნენ, რომ პოლონეთში ვცხოვრობდი. მეს ორი სამყარო ერთად შევინარჩუნე, მაგრამ განცალკევებულად. გერმანიაში არავინ იცოდა, რომ ავტორი ვიყავი, ამიტომაც ამ 19-ენიდან, რომელზეც ჩემი წიგნები ითარგმნა, გერმანული თარგმანი არ არის. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. დავიწყე ახალი წიგნის წერა, რომელიც 2026 წელს გამოიცემა. უკვე მაქვს კონტრაქტი ყველაზე დიდ პოლონურ გამომცემელთან და დავიწყე მისი წერა. ყოველთვის ვწერ მუსიკის თანხლებით და დავიწყე წერა ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენით. როდესაც წიგნს ვწერ, მჭირდება მელანქოლიური მდგომარეობა, რაღაც სახის სევდა. მე არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, როდესაც ვწერ. უნდა მქონდეს შესაბამისი განწყობა, ნოსტალგიური. უნდა წავიკითხო ისეთი მოთხრობები, რომანები, ლექსები და მერე აუცილებლად უნდა მოусმინო სევდიან მუსიკას. მაგალითად, მოცარტი სევდიანი არ არის, მაგრამ შუმანი სევდიანია და უფრო თანამედროვე მუსიკოსი, რომელიც ასე მოქმედებს, არის ლეონარდ კოენი. Facebook-ზე დავწერე პოსტი, რომ წიგნის წერას ვიწყებ და უნდა ვიყო სევდიანი და დავიწყე კოენის ხელახლა მოსმენა და ჩემი ახალი წიგნის პირველი გვერდები დაიწერა მაშინ, როცა კოენს ვუსმენდი. ფრაზა მისი ცნობილი სიმღერიდან ყველაფერში არის ბზარი, საიდანაც სინათლე შემოდის, მნიშვნელოვანი ფილოსოფიური და ძალიან ლამაზია. ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, როდესაც წიგნებს ვწერ და ყოველთვის ვსვამ ცოტა ღვინოს, ხანდახან საქართველოდან, რადგან მიყვარს ქართული წითელი ღვინო.
მინდა შიგნიდან შევიქნა განწყობა და იქნება ეს მუსიკა, პოეზია თუ ჭიქა ღვინო, მეხმარება ამ განწყობის დაჭერისა და ჩემი ისტორიების წერაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თეიკო მოწვევისთვის. ამ ინტერვიუს წყალობით იქნებ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს და წაიკითხოს ჩემი წიგნები. მადლობა მათ, ვინც კითხულობთ ჩემს წიგნებს. უსურვებ ყოველივე საუკეთესოს თქვენ ქვეყანას, რომელიც ახლა თავისი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის.